ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თანასკოლელ ბიჭს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ინფორმაციას ტევ პირველი ავრცელებს. მათი ცნობით შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს მოხდა. საპროტესტო აქცია Eagle Hills საქართველოს ოფისთან შეკრებილები არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაიდუმლოებული ნაწილის გასაჯაროებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვას ითხოვენ. დაგმეთ საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული სულა და კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საქმეთა კომისიაში საქართველოს შესახებ რეზოლუცია პირველი მოსმენით მიიღეს. პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ დემურია წერს, რომ რეზოლუციას ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ დოკუმენტიც დაემატა. ათენში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს, მათ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებიან. საბერძნეთში მცხოვრები ქართველი კოტე შენგელია წერს, რომ პოლიცია აქტიურად ამოწმებს დოკუმენტებს მეტროებში, ცენტრალურ ქუჩებში, მოედნებსა და მიგრანტებით დატვირთულ უბნებში. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი ავრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ბენზინგასამართ სადგურებთან მანქანების დიდი რიგებია. კრიზისი რუსეთიდან მომარაგებას უკავშირდება, რომელიც ერთადერთი ბაზარია, საიდანაც აფხაზეთი ნავთობპროდუქტებს იღებს. თავად რუსეთში კი ამ პრობლემებს უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს უკავშირებენ.